და მოგესალმებით მეგობრებო ყველას კახეთიდან, ქვემო ალვანიდან და დღეს საოცარ ისტორიას გაგაცნობთ. ლაღი ბიჭი ეჰელზე და ამ ისტორიას რო ვისმენდით, ყველას ცრემლები მოგვადგა თვალზე. ჩემს მეუღლესაც და გელასაც, რომელმაც ეს ისტორია გვიამბო. ეს არის გელა კახეთიდან, ბექურიძე, დიკლოველი, ლაღი ბიჭი ეჰელის შვილი. და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს და გაგაცნობთ სწორედ ლაღი ბიჭი ეჰელის ისტორიას. ეს არის საოცარი ისტორია, რომელიც მე მხოლოდ და მხოლოდ გელა ბეკურიძესგან მოვისმინე. მოდი ახლა სანამ გელა ბეკურიძესგან, აი ნახე, ბეკურიძესგან ამ გვარის ისტორიასაც გიამბობთ და მე ახლა გადავალ გელასთან და მოყვება იმ ამბავს, რომელიც მე მომიყვა დღეს უკვე ძალიან ხშირად. გელა, თამარი განაცოლებულში. ეხლა მე შენ სამზარეულოში, აი ამ მდგომარეობაში, როგორშიც აქ ხარ, არემონტებ და ესეთ მდგომარეობაში მარტო ცხოვრობ აქ. როგორც შენ უკვე მომიყევი, ეს გვარი ბექურიძეები არიან სოფელი დიკლოდან და ამ დიკლოს ისტორიასაც შეგეკითხები, ოღონდ ჯერ დავიწყოთ ლაღი ბიჭი ეჰელის ისტორიიდან. 4000 წლის ლაღი ბიჭი ეჰელი. ჩვენ გვარში დაფეხმძენდა პატარა გუგო ამცრემლიბუნს. მაშინ ჩაქოლვა იყო, არ იცოდნენ რომ ღმერთი არსებობდა. მაშინ იყო ჩაქოლვა. და დედამ გაიგიჟა თავი და ბოლოს მაინც გააძევეს სოფლიდან, რომ ზამთარმა მოკლასო. და წავიდა, შევიდა, როგორც ჩვენ ვეძახით ეხს. ყდის გამოქვაბულს. გაზაფხულზე მონადირე წავიდა, მეცხვარე მონადირე წავიდა და შევიდა იმ ეხში. და რას ხედავს? დედაშვილი ლაღნი ვერ ზამთარმა მოკლა და ვერც იცივენ ვერ მოკლა და ლაღნი. ამოიტა დაერქვა ლაღი. და წამოვიდა სოფელს გააკებინა, რომ ხაჯა დიქცაო, ეშმაკა დიქცაო, გადარჩენილიაო და წავიდნენ და ჩაქოლეს ეს დედა. რომელიც გადაურჩა მოიცა მომისმინე დედა რო ჩაქოლეს შვილმა პირმშიმ უცბად ფრთები გახსნა და ცას წავიდა. საიდანაც იყო მოსული იქ წავიდა. ხო. და მერე შეშინდნენ უფრო სასტიკად. და ციდან მოესმა ხმები პირველი ადამიანისგან ადამიანის სიკვდილის დაშა აიკრძალა. ერთადერთი რჯული ვარ თუ შევისადაც სიცხლის აღება არ გვაქვს. გავლილი. მეორე, რაც ანაფორიან პიდარასტებს ძალიან სძულს. ქალი იქნა ღიარებული ღვთის მსახურად. ეგ დიდება, ეგ ღირსება, ეგ პატივი ეკუთვნა ქალებს და არა ანაფორიან პიდარასტებს. ქალს მამაკაცთან თანაბარი სიტყვის უფლება ჰქონდა ყოველთვის. ხატზე იფიცებოდა ქალი, როგორც კაცი, ასევე ქალი. და რაც არ უნდა საქმე ყოფილიყო გადასაწყვეტი, ბოლო სიტყვას ყოველთვის მიანდობდნენ ქალს და ბოლო სიტყვას ყოველთვის ამბობდა ქალი. აი ეს მართლმადიდებლები იმ დროს რომ ქალები გაჰყავდნენ ბაზარზე და მონებად ყიდდნენ, მაშინ თუშეთში ქალები ტახტზე იწყდნენ და მებრძოლ ვაჟკაცებს ასამართლებდნენ. მაშინ როდესაც აქ მართლმადიდებლებში იყო ვაჟკაცობა, ცხენის მოპარვა, ან სხვა რამის მოპარვა, თუშეთში ყველა მოპარვა იყო აკრძალული. გაძევების ტოლფასი იყო. ასეთი ვაჟკაცები იყვნენ. თუშის ქალები
მანამ სანამ დაგვიპყრობდნენ მართლმადიდებელი ღორი რუსები. ასეთი ვაჟკაცობა ქონდა ჩვენ წინაპრებს. გენაცვალებულში თამარი. იცი რა გელა, შენ მომიყევი კიდე როგორ სჯიდნენ ქალებს რუსი, ვითომ ქრისტიანი დამპყრობლები და ეს მინდა რომ გავიგო რა კიდე. როდესაც დაგვიპყრეს რუსებმა, ააშენეს ეკლესიები და თუ შეს ქალები არ შედიოდნენ, რადგან ფიც დადებულები იყვნენ, მათ ძუძუებს ჭრიდნენ რუსის. ურჯულოები. ეს მეზიზღება, მართლმადიდებლობა, იმიტომ მეზიზღება. თუ შეს ქალებს ძუძუებს აჭრიდნენ, რატო ეკლესია არ შედიოდა? წარმოგიდგენიათ ადამიანებო და თქვენ იტყვით კიდევ რომ მართლმადიდებლები არიან მართალმადიდებლები? იცი რა, მე ქრისტეს არ ვეხები. მე არ ვეხები იმას რომ ქრისტე ჭეშმარიტად ღვთისკაცი იყო, მაგრამ რაც ქრისტესგან გამოიყვანეს და შემდეგ ამას მართლმადიდებლობა დაარქვეს, თუნდაც კათოლიკობა თუ რაღაც სხვა სიდებილე დაარქვეს, აგერ ხედავთ ჩვენ ადამიანს, რომელიც გვიყვება, რას უშვებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდა თავიანთი რჯული, ქრისტეს სახელით. ქრისტეს სახელით არაერთი ასეთი უსამართლობა მომხდარა და ყველანი დაიშებით, იცოდეთ რა. ვინც არ მოინანიებთ. ღდლებო, თუ ვინც გინდა ის ადამიანის, აი მე ვხედავ დღეს გელას, მეხუთე ტირის. ერთ აგეხსნე კიდევ. მე ციმბირში გაციმბირებული ვიყავი. ციმბირში მსახურობდი. შიშის ზახსცემდი რუსებს. იმ დროს, როდესაც ამათ უკანალიდან ხმარობდნენ, ჩამოვიდნენ, ჩაიჩო სანაფორა და ჩემზე მაღლა ასწესთავი. შიშის ზახსცემდი რუსებს, მე რო ციმბირში მსახურობდი. ჩვენ ყველა ადამიანს, ვინც კი ოდესღაც რაღაცა წაგვიკითხავს ქრისტეზე, ყველას გვეცოდინება, რომ ძალით რჯულის მიღება ქრისტიანული არ არის. მას გეკითხებით, თამარი, მაგ ურჯულოს ილიად წოდებულს, რომელიც ამოვიდა თუ შეჭდა მე ეს გადავნათლეო ახლა აღარ არის თუ კერპებისაო, მაგრამ ყველა კერპი წერს იქ ჩემ წინაპართ სამაროვანზე. 5 გენოციდი გვაქვს გადატანილი. 5 აოხრება გადავიტანეთ და ასე შევინარჩუნეთ თუშეთი საქართველოს სამეფოში, რომ დღეს დაღესტნის პროვინცია არ არის. მე ეს გადავნათლეო ეხლა ეს აღარ ეკუთვნია კერპებს, კი მაგრამ მთელი თუშეთის სამაროვანი კერპებით არის სავსე. მთელი სამაროვანი კერპებით არის სავსე. ისინი ხატზე დაფიცულები არიან. შევინ გდიხარ რომ გადანათლე ვიღაც მოთხრეული ურჯულო. მე ვეთანხმები გელას რა. ადამიანები, რომლებიც თავის სარწმუნოებას, თავის რწმენას, რომელიც იყო ქრისტემდე ქრისტიანული, ხომ? წარმოდგენაში ქრისტიანული. სიკვდილით დასჯა ისჯებოდა, არ იყო, აღიკვეთა. ქრისტეს მაგას ვამბობ. ქრისტეს მოსვლამდე, რომელიც ჯულიც ქალს დიდ პატივს სცემს, ქალს აღმერთებს როგორც წესით არის ესე. წესით არის, რომ ქალი არის სიცოცხლის გამჩენი. რომელიც სიცოცხლეს აღარ ართმევს ადამიანებს და სიკვდილით არ სჯის და მესამე იყო კიდე, მესამე რა იყო? ქალს თანაბარი უფლება აქვს. ქალს თანაბარი უფლება მამაკაცთან. და ბოლო ქალს ნებისმიერ საქმეში ყველა უნდა გაჩუმებულიყო და ქალს უნდა ეთქვა ბოლოს სიტყვა. ეს რჯულის წესი იყო და არის. და ეს რჯულის წესი დღეს რად დაგვირქვეს, იცი? გადაუკეთეს ამ ხალხს, ძუძუები დააჭრეს, რატო ეკლესიაში არ შედიხარო? რომელი საუკუნე იყო ეს? 1600 შემტაწელი იყო, აღარ მახსოვს ზუსტი. რომ დაგვიპყრეს რუსებმა ეს გეორგიევსკის ტრაქტატი დაგვაფხრიწეს თავზე და დაგვიპყრეს. მაშინ იყო. და დღეს, როდესაც ეკლესიაში შედის ქალი, თმების გამოჩენის უფლება არ აქვს,
კლდემა მოსილება დაარქვეს ამ ყველაფერს, ქალ სიტყვის უფლება არ აქვს და აი მართლა როგორც დღეს უკვე გამოდის და გამოდის ხმები რომ ილია მეორე ვინც არის და რა დაცემული სულიც არის, ხო? აი ამ ადამიანებს მე გადაუკეთა ვითომ თავიანთი რჯული. გესმით რა? თამარი, ჩვენ დაგვიმყრეს რუსებმა. ხო. მართლმადიდებელმა რუსებმა. ხო. ჩვენ არ გქონდა მართლმადიდებლობა. ჩვენ გქონდა ქალის დარწმენა. ჩვენთვის ქალი იყო ყველაზე დიდი. და ჩვენთვის რო დაგვიმყრეს, ქალი აქციეს მონად, როგორ თვითონ ყავდა მონად. კი. ასე აქციეს ქალი მონად. დამიტომ ვერ ვიტანე მაგათ. მარინუს ჩვენც მინდა რაღაც კითხო შეიძლება? ერთი წუთით. შენ რა სიტყვი? მე ფიქრობ როგორც აკეთებდნენ თუშეთში, ხო? ეს უნდა იყოს ნამდვილი წესით. იმიტომ ქალი, ხო, და კაცი ერთი დონეზე უნდა იყოს ორივე. ეს ასე იყო ჩვენ რჯულში. ეგრე უნდა იყოს და ეხლა, ხო? აი მაგათ რომ დაგვიფრეს, მაგის შემდეგ დაგვარქვეს ეს აი ეკლესიაში ეგრე არის, ხო? აიც რა ქვია, ამ რას ხედავ ხო საკათეროში, ხო? კაცი წინ ჭიჭდა. არა, ქალზე მაღლა რომ დადგა მოხდელი, ეგენი უკვე გახდნენ საზღვის ღრები. ქალზე მაღლა თავი არ უნდა ასწიო. ქალს უნდა ელაპარაკო როგორც ღმერთს. და მაგათ რომ ქალზე მაღლა ასწიეს თავი, მეზეძღებიან. იმიტომ რომ ქალები დაამცირეს მაგათ. იმიტომ ძულს ეგენი. გელა, ეხლა თია წერს რომ დიდი მადლობა ბატონო გელაო, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთო. ეხლა ახალი მაყურებელი შემოგვიერთდა და ლაღი ბიჭი ეჰელზეც კიდევ მოგვიყევი ერთხელ ეს ამბავი რა. ჩვენ გვარში პატარა გოგო დაბეხვზემდა. და მაშინ ჩაქოლვა იყო, მაშინ ურჯულოება იყო, ღმერთაობა იყო, ჩაქოლვა იყო. და დედა არ დაანება და ყოფილა განსხვავებული სილამაზის გოგო. გააძევეს სოფლიდან. იცი რა, დედამ რო თქვა, რომ ჩემს გვერდით არ მომშორებიაო და ხო, აი ესეც მოყევი. ხო. როგორ გვერდიდან არ მომშორებია ბავშვი. და გააძევეს სოფლიდან, ზამთარმა მოკლასო, მაშინ უღმერთოება იყო, თამარი. ხო. მაშინ იყო უღმერთოება. გააძევეს სოფლიდან და გაზაფხულზე მეცხვარე ნადირობდა, წავიდა და კლდის ეხში შევიდა. ლაღი ბიჭი ეხელი, რატო ქვია? ამიტომ დაერქვა ლაღი ბიჭია, იმიტომ დედაშვილი ლაღად იყვნენ ერთმანეთთან და ხო, რო შევიდა ეხში მონადირე გაზაფხულზე, მაშინდელი ზამთარით 4000 მეტრი აქვს სიმაღლე შონთას. 4225 მეტრია. შევიდა და დედაშვილი რაღაც ლაღნი და რო გამოიძახა სოფელი, შეშინდა ჯერ თუ შეშინდა, ეშმაკი ეგონა და დედა რო ჩაქოლეს, დედა რო მოკლეს, პირშომფრთები გახსნა და წავიდა. წავიდა ზეცას, საიდანაც იყო მოსული. იქიდან ლაღი ბიჭი ეხელი. ზეციდან მოვდახმები, რო აი კრწალა სიკვდილი დასჭა. რო ქალი არის ღვთის მსახური და ეგ დიდება, ეგ ღირსება, ეგ პატივი ეკუთვნია ქალებს, რაც ეშმაკებმა წაართვეს, ნაფორაგოვაცვია. ქალს ყოველთვის თანაბარი უფლება ჰქონდა მამაკაცთან. ბისმიერ სიტყვაში. ქალი ჩვეულებრივ იფიცებოდა ხატზე, როგორც კაცი. ამ დაფიცებას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო? არ შეიცვლიდნენ, რჯულს არ შეიცვლიდნენ. ხო. და ის რჯული რომელი იყო მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისლამი მოვიდოდა თუ ჯვარი მოვიდოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხო. არც ერთი არ დანებდებოდნენ. ხო. ამათ ერქვათ კერპები, ხო? გაუტეხელი, ხო. კერპი სიტყვა ნიშნავს გაუტეხელს. ხო. გაუტეხელს.
ახლა რა ენაზე მონათლეს ეს სიტყვა კერპი მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რჯულში სიტყვა კერპი ნიშნავს გაუტეხელს. ქალები თამარი ბექურიძე ღვთისო მოსჭარა თავის დას ხათუნის ქალმა თვითონ სთხოვა, ქალები მაშინ შვილოსნები იყვნენ, მეისრეები და გახიზუნას არ გაჰყვნიან. 5 აოხრება გვაქვს გადატანილი, 5 აოხრება გვაქვს ბექურიძეებს გადატანილი. რატო სთხოვა რომ მომეჭერი თავიო თავის ქმარს? წინ დაგიხვდებიო რომ ჩამოხვალ. ხო. სოფიო მოთხრა თავის ქმარს. მომჭერი თავიო, მე მაგათ ხარ ცოცხალი არ ჩავარდებიო და რო ჩამოხვალო, იქ დაგიხვდებიო. ასეთი ისტორია გვაქვს. ხო. აბა მოდით, ადამიანი რო არ დააფასებ ასეთ ისტორიას რომ მოისმენ, ხო, და მაინც მიხვალ და დააძალებ ადამიანს თავისი სარწმუნოების შეცვლას, ჩემი შეხედულებით ეს არ არის ქრისტიანული რა. ეს ყველაფერია ქრისტიანობის გარდა. და მე რა ისტორიაც მოვისმინე ადამიანებმა თავისი თვალით ნახეს, ამ გვარის წარმომადგენლებმა თავისი თვალით ნახეს, როგორ აფრინდა ზეცად ეს ლაღი ბიჭი ეხელი. და როგორ შეიძლება მერე ვინმე მოვიდეს და შენ დაგაჯეროს, რომ უფრო უკეთესი სარწმუნოება გაქვს. ჯერ რატო უნდა მოუნდეს და მერე კიდე ადამიანი რომ მოგიყვება ამ ისტორიას, რომ მე იმიტომ წამს, რომ ესასწაული ვიხილე და შენ ძუძუებს მოაჭრი ასეთ ადამიანებს და ეკლესიაში შედიო უბრძანებ. აი, ეგეც სარწმუნოებას რა. აია. კიდევ ერთ შეწყვილ თამარი რუსებმა სანამ დაგვიპყრეს ყოველთვის ქალი და ტახტრივანზე და ასამართლებდა მებრძოლ ბაშკაცებს. ეს არ ყოფილა ვითომ ქრისტიანები რო ჰქვია მაგათან, ეს არ ყოფილა. არასოდეს თუ ქალი არ გაუყვანია ბაზარზე და არ გაუყიდია, არასოდეს თუ ბალხი არ მოუპარია და არ გაუყიდია, ამას მხოლოდ მართლმადიდებლები აკეთებდნენ. პლატონი წერს, შენ გაგიმარჯოს ღმერთმაო. გელა, მადლობა პლატონ. ამის მერე მეგობრებო, ჩვენ მოგვიყვებიან კიდე დიდ ზღაპრებს, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ერთ დროს მეც ამ სიბნელეში ვიყავი გახვეული. არ მაინტერესებდა ასეთი ადამიანების ისტორია, რომელიც თავის სარწმუნოებას 5 გენოციდ გადარჩენილ გვარიდან ჩვენამდე მოაღწევდა. მე ასეთ ადამიანებს ალბათ არც მოვუსმენდი, იმიტომ რომ სიბნელეში ვიყავი გახვეული მეც. მაგრამ მე გეტყვით რა, გამომიყვანა ღმერთმა ამ სიბნელიდან და მომიყვანა ბატონი არ არის ხო აქ კარგი. გელასთან, რომელიც არის ღვთისგან რჩეული. თუში, ჩვეულებრივი თუში. ასეთ ისტორიის შემსწრე მეგობრებო, როდესაც გახდები, გული დაგიმძიმდება, მაგრამ მადლობა უფალს, რომ მე ამ ადამიანთან მომიყვანა და ახლა აქ ვდგავარ და მოვისმინე ეს ამბავი და თქვენს გაგიზიარეთ. დიანა წერს თვალებზე ეტყობა სისპეტაკეო და რა ალალ მართალი ადამიანია ეს კაციო. ამ ადამიანის თვალებზე მრავალჯერ ვნახე ცრემლი, იმის გამო, რომ აი ეს ისტორია, რომელსაც ყვება, აღარავინ იცის. გელა, შენს გიგზავნენ თამარი. მომძლები გიგზავნენ ამ ისტორიას. რატო? იმიტომ რომ სიმართლე რა ინტერესს მაგათ უნდა რომ ქალებზე მაღლა იყვნენ. და ჩვენ ისტორიაში ქალი ყველაზე მაღლაა. შენი გვარიდან რას ამბობენ ადამიანები? გეთანხმებიან? გაპიდარახდნენ ბევრები ვცემ ხოლმე. რას ამბობენ? იმას რომ ოქროს ჯვარზე გაიყიდნენ, იმას რომ გროშებზე გაიყიდნენ. და ბეგვა ხოლმე.
დანიშვეთი დარჩა, თუ დარჩა დანიშვეთი დარჩა, რომ ლაღი ბიჭი ეხელის სახელით დადიან, როგორც მე. ლაღი ბიჭი ეხელი, რომელმაც ქალი აღიარა ღვთისმსახურად. გაიყედნენ ფულზე და მღვდლები აღიარეს ღვთისმსახურად. მე არ მიღიარებია ქალი ღვთისმსახურად. არც არასოდეს არ აღიარებ. არა, შენ ქალი. მღვდელი, არასოდეს არ მიღიარებია და არც აღიარებ. იმიტომ მე რჯულიდან არცადარ წავსული ვარ. ქალი არის ყველაზე დიდი, ქალი არის ღვთისმსახური. ქალს ყველაფრის უფლება აქვს, ნებისმიერ საქმეში, ყველა სიტყვის უფლება აქვს. ბოლო სიტყვა ყველა საქმეში ეკუთვნის ქალს და არა მღვდელს, მაგ პიდარა. თუ სიტყვები შემეშარ, მაპატიებ. იცით რა არის მეგობრებო, მე როდესაც ვისმენ ასეთ ამბებს, რომ ადამიანები ქალს აღმერთებენ, ქალს პატივს სცემენ, თავის ისტორიას, თავის იმ სასწაულს, რაც იხილეს ქრისტეს შობამდე 2000 წლით თუ 4000 წლით ადრე, შემორჩენილი აქვთ ადამიანებს და მოდის ვიღაცა სხვა დამპყრობელი, ქალებს, ძუძუებს აჭრის, რომ შენ მაინც და მაინც ჩემი სარჯულოება უნდა მიიღო და რომელს დაუჯერებით თქვენ? ადამიანს, რომელიც ქალს პატივს სცემს, თუ ადამიანი, რომელიც ძუძუებს აჭრის ქალებს იმის გამო, რომ მართლმადიდებლობა მიიღოს? თქვენი გადაცაწყვეტია ეს და თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის გზა, რომელიც არის ჭეშმარიტი ქრისტეს გზა. ჭეშმარიტი ქრისტეს გზა არის ის, რომ ქრისტე არასდროს არ მოითხოვდა იმას, რომ ქალებს ძუძუები დააჭერით და ჩემი სახელი არ წმუნებინეთო რა. მე ხო ქრისტეს მოსწონდა იყო ლაღი ბიჭი ეხელი, ლაღი ბიჭი ეხელი. კი, მაგას ვამბობ, რომ ქრისტეს მოსვლამდე რაც იყო თქვენთან, ვიღაცა მოვიდა და იმიტომ რომ შენ ქრისტიანობა მიგეღო, შენს ქალებს შეურაცხყოფა და ძუძუები დააჭრა. იგი ჩაიდინეს. ხო და ეს რა პირით ჩაიდინეს, რა სინდისით ჩაიდინეს, ეს ამას ქრისტე არასდროს არ მოსთხოვდა. თავის მსახურებს და თავის რჩეულთ არასდროს არ მოითხოვდა ესეთ რაღაცას ქრისტე. არასდროს. ჩაიდინეს კი თამარი და გაგითხრა ახლა. იცი რას გეტყვი? მე ცხოვრობდი ყიზლარში. და იქ იყო ბევრი ისტორიები, რომ ყიზლარი ისი რა იყო, როგორც კუდიგორა. ხო. ყაჩაღების საფარი. და იქ მე ცხოვრობდი. და იქ ვისმენდი ისეთ ისტორიებს. ბალღი. ხო. პატარა ბალღი ვიყავი მე მაშინ. ჯერ საბჭოთა არმიაში არ ვიყავი წასული. იქ ვისმენდი ისეთ ისტორიებს, რომ ბალღი წახსახებდი, ქალის ასეთი წამება როგორ შეიძლება ბიჭო. ჭკვიდან ვიშლებოდი. თავ პატარა ბიჭი. ქალებს აწამებდნენ იმ დონეზე ეკლესიაში თუ არ შედოდა და მღვდლის წინაშე თუ არ დაიჩოქებდა, ჯერ აწამებდნენ, მე რა ჯუჯუს აჭრიდნენ და ყიდლაში ვისმენდი მაგას. დავით ყიდლაშინა მეცხვარეები არ არის იმან არის ისეს. ეს რაც მე ფაქტიურად გავიარე ეს ვიცი და ეს ისტორია აკრძალულია, არავის არ აქვს უფლება ეს ისტორია დაწეროს, რადგან ანაფორია ენა შმაკები კრძალავენ ამ ისტორიას. მეც რო დავწერო, ხოლმე მომკლავენ, დამხრეტენ. მარია უფალი იცავს ასეთ ადამიანებს და უფალი გამოიტანს ყველაფერს სინათლეზე. მეგობრებო, მე ვთხოვ ღმერთს, უფალი იესო ქრისტეს, რომ ყველაფერი სინათლეზე გამომატანინოს, რაც ქრისტეს სახელით უსამართლოდ არის ჩადენილი. რაც ქრისტეს სახელით წამებაა ამ დედამიწაზე განხორციელებული, ყველანი დაისაჯონ. მადლობა უფალს ამისათვის, რომ აძლევს ძალას, რომ მანახოს ასეთი ადამიანები, მომიყვანოს აქ და მალაპარაკებინოს ეს ადამიანები. დაგემშვიდობებით ეხლა მეგობრებო. გელა, შენს ხომ არ გინდა ბოლო სიტყვა უთხრა ჩემს მაყურებელს? ყველას ვეთყი ჩემს ათქმელს, რომ პატივი იქცენ, დაგიფასონ იმას, რასაც შენ აკეთებ. ყველაფერს, რომ ჭეშმარიტს ლაპარაკო.
ეხლა ჩემნაირ ადამიანთან რომ მოხვედი, რატომ მოხვედი? იმიტომ რომ ჩემნაირი ადამიანები გიყვარს, იმიტომ რომ სიმართლეს ლაპარაკობ. რჯული მწამს, მე ამ რჯულიდან არხდარ წავსული ვარ და კიდევ ერთხელ გავუმეორე. ქალი ყველაზე დიდია, ქალზე დიდი არც მღვდელი, არც მოლა და არც არავინ. აი მას ვიტყვი ბოლოს. ამინ, ამენით. ამენ. ეთანხმები ხომ? ამენ. ხო. პლატონი გეუბნება რომ ვერავინ ვერ დაგხვიტავს ჩემო ძმაო. თვალებზე ეტყობა სისპეტაკე ამბობს დიანა და ღმერთმა მოიცადე ბოლოში უფალი იცავს ამ ადამიანს სწორედაცო. დავემშვიდობები ახლა ყველას, გელა დაემშვიდობები. თამარი, დავემშვიდობოთ, მთელი ციმბირი შემოვიარე, არაფერი მომივიდა. მთელი ევროპა შემოვიარე, არაფერი მომივიდა. რა უნდა მომივიდეს, როცა მე ასეთი ვარ. როცა მე ღმერთი მწამს და ჩემთვის ქალია ყველაზე დიდი და რა მღვდელი და რა მოლა. რა უნდა მომივიდეს? აფეთს არ მომივა. ეს არის რწმენა, მეგობრებო. გისურვებთ რწმენას. წავედით.